Სამეთ მეურვოს გვწევარ საბადა არ გავჩრას ამსამი და დღეს მე მოვედი ამ სოფელში რომ ამოხსნა ერთი დანაშაული. თქვენ ალბათ ყველას გახსოვთ ის ვიდეო რომელიც გამოვიდა ჩემს არხზე 4 თვის წინ რომელსაც ქვია მგონი რაღაცა ნახეს ამ სოფლის ჭაში მინიკრაფტში. მოკლედ რომ აგიხსნათ მაგ ვიდეოში მე ამოვხსენი დანაშაული რომელიც მოხდა მაგ სოფელში და დავიჭირე კრიმინალური პირი რომელმაც მოეპარა იმ სოფლის მთლიანი ბიუჯეტი მოკლა ადამიანი და დამალა ეს ყველაფერი ჭაში. დღეს კი არის მეგობრებო ცოტა სხვა საქმე, ანუ არავინ არ მოკლა, მაგრამ მაინც ეს დანაშაული არის მძიმე. რადგან სოფელმა ქალაქში გაძარცვა ბანკი, დაჭრა პოლიციელი და მე მაქვს პრინციპში ინფორმაცია რომ ეს სოფელი ცხოვრობს ზუსტად აი ამ სოფელში და მაგიტომ მოვედი მეც დეტექტივის როლში, რათა დავიჭირო ის ქურდი და დავაბრუნო ის სიმდიდრე რაც მოეპარა მან. და მაინც პრინციპში მოვედით უკვე ამ სოფლელებთან. სოფლელებო, გამარჯობა, აბა ამიხსენეთ თუ გაქვთ რამე ვერსია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ის ადამიანი. გამარჯობა, როგორც ჩვენ უკვე გავიგეთ, თქვენ ხართ ხო ის დეტექტივი. ჩვენ არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია მაგ ადამიანზე. ერთ-ერთი რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ეგ სოფლელი არის ყავისფერ მაისურში. ანუ აცია ყავისფერი მაისური. Εντάξει, ოკეი, გასაგებია. ახლა ჩავიწერ და მადლობა მაინც ინფორმაციისთვის და ახლა თქვენთან მაქვს ერთი თხოვნა. გააფრთხეთ სოფლელებს რომ შევიდნენ სახლებში, კარები დატოვონ ღია, რათა მე შევამოწმო ყველა სახლი. Так, ოკეი, და მე კიდე მანამდე პრინციპში მეგობრებო, გაჩვენებთ თუ რეები მაქვს მე თან წამოღებული. პირველი ეს არის ტელეფონი, ანუ რაცია, რათა ასე ვთქვათ, დავკავშირდე იმ პოლიციელებთან, ანუ ჩემს ასე ვთქვათ, კოლეგებთან, რომ გავაფრთხილო ასე ვთქვათ ამ პოლიციელებს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ჩავიწერო ამ რაციაზე. შემდეგ არის ასეთი სპეციალური წიგნი, ასე სპეციალური ბლოკნოტი, სადაც მე ვიწერე ყველაფერს, აი მაგალითად ამ სოფლების მიერ ნათქვამს. შემდეგ ხმალი, ანუ იარაღი იმისთვის თუ რამე ის ქურდი თუ დავიჭირე, ეგრევე რომ დავაკავო. ნაჯახი, იმიტომ მეგობრებო მე არა მხოლოდ ყუთებს, არამედ ასევე იქ სავარძლებს, მაგიდებს შევამოწმებ და ასე ვთქვათ, რომ გავწიო ეგ სავარძლები. და სპეციალური დოკუმენტი, სადაც წერია, ასე ვთქვათ, ჩემი, ანუ დეტექტივის დოკუმენტები. ოკეი, მოით მეგობრებო, პრინციპში უკვე დავიწყოთ უკვე, რომ მოით მეგობრებო, ამ სახლიდან და აქ რაღაც ვერ ხედავ არც ერთ სოფლს. კაი, მოით მეგობრებო. ნუ ვერსტაკია, так, მოით მეგობრებო, შევამოწმოთ ეს საწურის, так, საწურის ქვეშაც არაფერი არ არის. მეორე სართულიც არის და მეორე სართულზეც არაფერი არ არის. так, ოკეი. კარგი მეგობრებო, მოით მაშინ შევამოწმოთ შემდეგი სახლი და რაღაც ამ სახლში არაფერი არ არის. ერთ მხრივ უცნაურისა და მეორე მხრივ შესაძლებელია მიტოვებულია უბრალოდ ეს სახლი. ნუ შესაძლებელია მართლა მიტოვებულია. მოით ახლა შევატყობინოთ პოლიციას. პოლიცია მოკლედ მე შევამოწმე პირველი ორი სახლი, რომელიც არის სოფლის დასაწყისში. მოკლედ აი ეს პირველი ორი სახლი აღმოჩნდა ცარიელი. აი ეს პირველი ორი სახლი შეგვიძლია აღარ გავაკონტროლოთ. Так, მეგობრებო, კარგია, მოით დავკეტოთ კარი. ასე ვთქვათ, так, შემდეგ სად წავიდეთ ამ დიდ სახლში თუ ეკლესიაში? ნუ გამოით მეგობრებო, ჯერ წავიდეთ ეკლესიაში, მერე უკვე იმ დიდ სახლს დავუბრუნდეთ. так, სოფიო, გამარჯობა. გამარჯობა, თქვენ ხართ ხომ ის დეტექტივი. შეგიძლიათ პრინციპში ყველაფერი შევამოწმოთ, მე არაფერი არ მომიპარავს. так, ოკეი, როგორც მე უკვე მივხვდი, თქვენ უკვე გამიმზადეთ აქ ყუთი. შვილდისარი, так, так, როგორც მე პრინციპში მივხვდი, თქვენ ხართ მონადირე და ასევე მეთევზეც, ხო? ნუ ხო, პრინციპში ცოტა ასე ვთქვათ, ვერთობი. так, ოკეი, გასაგებია. ნუ პრინციპში აქ არაფერი ისეთი არ არის, მოით მეგობრებო, ხავიდეთ.
Так, მეორე სართულზეც არაფერი არ არის და სახურავზეც პრინციპში არც არაფერი არ არის. ოკეი, მეგობრებო, ეკლესიაც უკვე პრინციპში შეგვიძლია არც კი გავაკონტროლოთ. კაი, ოჩახ სოფლელო, მაშინ მე უკვე წავალ ნახვამდის. Так, მეგობრებო, მოითხოვა შევატყობოთ. Так, პოლიცია, მოკეთ ეკლესიაც შეგვიძლია უკვე აღარ გავაკონტროლოთ, ეკლესიაც цариელია. მოით მეგობრებო, პრინციპში წავიდეთ უკვე აი ამ სახლში. Так, სოფლელო, გამარჯობა. გამარჯობა, თქვენ ხართ ხომ ის დეტექტივი შეგიძლიათ პრინციპში ყველაფერი შეამოწმოთ. Так, ოკეი, რასაკვირველია ყველაფერს შემოწმოთ. Так, თქვენც ასევე განიზარეთ 5 და 2 რკინა და უკვე 6 ალმასი, მაგრამ რასაკვირველია 6 ალმასი არაფერს არ ნიშნავს, რადგან 6 ალმასის თვითონ პრინციპში შეეძლო ასე ვთქვათ, აი ხო. თქვენ ხარ იქნებით უარზე რომ მე გავწიო აი ეს სავარძელი? და არა პრინციპში არ ვიქნები უარზე. Так, ოკეი, так, მეგრომოით გავწიოთ. ცოტა ძიმეა, მაგრამ არა უშავს. Так, გასაგებია პრინციპში ეს სოფლელიც არის ასე ვთქვათ დანაშაული. კაი, სოფლეო, ოჩახ ნახვამდის. მეგობრებო, ეს სახლიც უკვე ჩვენ ასე ვთქვათ ვნახეთ. Так, ოკეი, მეგობრებო, მოით გავაგზავნოთ აი ამ დიდ სახლში შევიდეთ, მაგრამ სანამ მე შევალ, მე კიდე მინდა გავაფრთხილო აი ეს გასვლა ის სოფლეებმა მიგთხარეს აი აქ რომ ერთადერთი რაც ვიცით რომ ეს არის რომ ის ქურდი ხომ აი ეს კრიმინალური პირი არის ყავისფერ მაისურში, მაგიტომ მოით პოლიცია, მოგეთ მე მაქვს ასევე ერთი ინფორმაცია რომ ის ქურდი რომელსაც მოიპარა ეს სინდით რეიმბა ის მანკი რომელიც გაძარცვა არის ყავისფერ მაისურში. ოკეი, მეგობრებო, მოით უკვე შევიდეთ ამ ყველაზე დიდ სახლში, რომელიც არის განლაგებული ამ სოფელში. Так, გამარჯობა, მე პრინციპში აი ვარ დეტექტივი, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი დოკუმენტები. მე უბრალოდ შევამოწმეთ თქვენს ყუთებს და პრინციპში გავალ თქვენ ხარ იქნებით უარზე? არა, რასაკვირველია, მე არაფერი არ გავძარცვე. ოკეი, პრინციპში ახლა ვნახავთ. ტაქს და так, მეგობრებო, აქ უკვე ბევრი ნივთია, მაგრამ წიგნი, ნუ ეს გამოის თქვენ გიყვართ ხომ გამოის წიგნის კითხვა. 2 ოქროს ვაშლი, 13 ზუმრუდი და სტაფილო და კარტოფილი. როგორც მე ვხვდი, თქვენ მუშაობთ ფერმებზე, ხომ? თქვენ ხართ ფერმერი, ხომ? როგორც მე ვხვდი. კი, მე მუშაობ ფერმერი ვარ უკვე ამ სოფელში რამოდენიმე თვეა. Так, ოკეი, გასაგებია, თქვენ ხარ იქნებით უარზე რომ გავწიო ეს სავარძლები? არა, რასაკვირველია. Так, მადლობა დიდი, მოით მეგობრებო, გავწიოთ ასე და ასე. Так, ოკეი, გასაგებია, მეგობრებო, მოით დავაბრუნოთ თავის ადგილას. მე ასევე შევამოწებ თქვენს ამ მაცივარს და პური ხორცი და ოკეი, გასაგებია და ოკეი, პეჩიც არაფერი არ არის. Так, დიდი მადლობა. ოჩახ რომ პრინციპში და დიდი და ბოდიშ ხირთით რომ ასე ვთქვათ ასე მოვედი. Так, მეგობრებო, ეს დიდი სახლიც უკვე გავაკონტროლეთ. მე მეგობრებო, წავიდეთ უკვე ამ სახლთან. Так, საწოლი, მოით მეგობრებო, საწოლიც ნახოთ. Так, სამ საწოლის ქვეშიც არაფერი არ არის და 4 ხორცი, ნუ პრინციპში 4 ხორცი ასე გველია, არაფერსაც არ ნიშნავს. მოით მეგობრებო, ავიდეთ მეორე სართულზეც, იმიტომ შეიძლება მანდ იყოს რაღაცა და მეორე სართულზეც არის მეგობრებო უკვე თავისუფალი. მოით მეგობრებო, ახლა ვუთხრათ პოლიციას. Так, პოლიცია, მოგეთ მე უკვე შევედი სამ სახლში, მოგეთ სამი სახლიც უნდა გავანთავისუფლოთ, იმიტომ მაგ სამ სახლშიც არაფერი არ ვნახე, ანუ სამი სახლიც შეგვიძლია უკვე აღარ გავაკონტროლო. მეგობრებო, მოით უკვე წავიდეთ აი ეს ბოლო სახლები. Так, და ნუ მეგობრებო, ხომ ეს სახლიც არის გამოისმიტოვებული, ერთ-ერთი მაგიდან რომლის ქვეშაც არაფერი არ არის, ერთ-ერთი მიწა, რომელშიც არაფერი არ არის. Так, კიდე ერთი სახლი, მოით მეგობრებო, ავიდეთ მეორე სართულზე და მეორე სართულიც არის არაფერი არ არის განლაგებული. Так, და
აქაც უკვე მეგობრებო შეგეთ, აქ არის უკვე რკინის ინსტრუმენტები, როგორიც არის რკინის ხმალი და რკინის ნაჯახი. 3 რკინა და 2 ალმასი. Так, ну ეს პრინციპში გასაგებია. Так, მეგობრებო და ეს სახლი და მე უკვე სამჭიდლოც. გამარჯობა სოფლეო, აი თუ რამეა ჩემი დოკუმენტები, მე ვარ დეტექტივი და მე მოვედი რომ ასე ვთქვათ, ვნახოთ თქვენი სახლი. კი, ვიცი, დროზე დახეთ ეს ყუთები და წადით აქედან. კი, რას გქონია ახლავე, так, მეგობრებო, სტოპ. ყავისფერი მაისური და ეს არ მომწონს, так, ოკეი და გასაგებია რაღაც თქვენ ასე ვთქვათ ცოტა ღარიბი ხართ რაღაც, ანუ ვერს კი ვიგებ და რატო ხართ ასეთი ღარიბი, იმიტომ თქვენ პრინციპში გაქვთ ასეთი კარგი სახლი და რატო თქვენ არსად არ მუშაობთ? კი, მუშაობ, მე ვარ ამ სოფლის ფერმერი, ხო? ამ სოფლის ფერმერი, მეგობრებო, так, ეს უცნაურია. Так, ოკეი, მაშინ გასაგებია. პრინციპში ყუთი ვნახე, თქვენ ხო არ იქნებით ვარზე რომ მე სავარძელი გავწიო და პრინციპში წავალ სხვა სახლებში. არა, მე დიდ უარზე ვიქნები, კატეგორიულ უარზე ვიქნები. მე თქვენ არ გაქვთ უფლება რომ გაწიოთ ეს სავარძელი, მე არ მოგცემთ ამის უფლებას. და ვერ ვიგებ, რატომ ხართ ასე უარზე? Так, ერთად მაინც უნდა ვნახო და ოპაჩკი, ვერ გავიგე ეს რა არის? ეს არ ვიცი, ეს რაღაც სარდაფი, მე საერთოდ არ ვიცი რა არის ეს. Так, ვიცი რა? Так, იყავი აქ, თქვათ ადგილზე, მე ვარ აქ დეტექტივი და პრინციპში მე მგონი ვიცი რომ თქვენ გაძარცვეთ ის ქალაქი, ის ბანკი. Так, ერთ საკ იყავით, так, მეგობრებო, მოით წავიდეთ და გაგიჟება, მეგობრებო, შეგეთ, რეები ხდება აქ. გაგიჟება, შეგეთ, ყველაფერი ალმასის სუმრუთში. არა, ეს სოფლელი 100%-იანი არის ეს კრიმინალური პირი, так, სტოპ და აქ რა არის? მოით მეგობრებო, ვნახოთ და გაგიჟება, მეგობრებო, დინამიტი ერთი სტაკი. Так, მეგობრებო, 100%-იანი ახლა უნდა ავიდეთ იმ სოფლიდან და უნდა დავიჭიროთ. Так, ოკეი, მეგობრებო, მოით დროზე ახლა დავურეკოთ პოლიციას, так. Так, პოლიცია, დროზე მე მგონი ვნახე ქურთი. მოკეთ სამჭედლოს ახლოს რო არის დიდი სახლი განლაგებული. ზუსტად მან და ის ვიმეორეთ, სამჭედლოს ახლოს რო არის სახლი განლაგებული, დიდი სახლი. მან თუ შეიძლება გამოგაგზავნეთ მანქანა. Так, მეგობრებო, всё, გავვრთხეთ. აი, ჩანდება. რა? სოფლეო, ჩანდება თავი. სოფლეო, დროზე გამონთავისუფლე, ეს რა მოხდა? ალო, მე დეტექტივი ვარ. შენ არც კი იცი რა გელოდება საერთოდ იმის გამო რომ ასე დეტექტივსო ჩაარტყი თავში. ალო, მიპასუხე ახლა. ჩანდება მეგობრებო, თავი, მაგრამ მეგობრებო, სადღაცა იმ ციხეში რაღაც ჩამსვა, ეს ყუთი. ჩანდება, მეგობრებო, მგონი ეს დებილია ეს, მაგრამ ეს ქურდი მეგობრებო დებილია. ჯერ ის იმის გამო რომ არც კი იცის რომ ამ ღილაკამდე მე ხეით ადვილად მიწვდები და მეორეც ერთი არც კი არაფერი, არც იარაღი, არც ნაჯახი, არც არაფერი არ წამართვა. Так, მეგობრებო, მე მაქვს ერთი იდეა. Так, მეგობრებო, 3, 2, 1 და так, დროზე მეგობრებო, ვარტყამთ მეგობრებო, всё, დროზე მეგობრებო, სანამ დაწვა მეგობრებო, სანამ მეგობრებო თავში ჩავარტყი და დროზე მეგობრებო, წესით რიგით ახლა უნდა მოვიდეს პოლიცია და ვაუ, მეგობრებო, გაგიჟება. Так, ბატონ საბაბაკა, ჩვენ მოვედით, ეს სახლია? კი, так, პოლიციებო, შეგეთ. ზუსტად აი ეს სახლია, ზუსტად ხომ როგორც გითხარი პრინციპში ამ საჭიროებასთან. მან არის სარდაფი, მაგ სარდაფში არის განლაგებული ის სოფელი, რომელმაც მე თან ჩამსვა იქ რაღაც თავის ციხეში, მოკეთ ჩამარტყა თავში იქ, მოკეთ მან მოიპარა ეს სიმდიდრე. მან ზუსტად ეგ არის ის ქურდი. Так, ოკეი, დიდი მადლობა ასეთი სამუშაოსთვის, ჩვენ ახლა დროზე ჩავთვალთ. Так, მიდით ხო დროზე სანამ არც არ გაიქცა.
მეგორო, მე კი ახლა დაგამშვიდობებით. მადლობა დიდი ვინც ყავ ვიდეოს ბოლომდე და მადლობა დიდი ასევე მეგორო რომ თქვენც დამეხმარეთ ამ ეს საქმე რომ ასე ვთქვათ ჩვენ გამოვიცანეთ თქვენც ასევე დიდი მადლობა. თქვენც ასევე ხართ ყოჩაღები რადგან თქვენ მეხმარებოდით ამ ხნის განმავლობაში. კაი მეგორო, მე კი ახლა გამორთო კამერას. მადლობა დიდი ვინც ყავ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეზრდოთ მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.